წ-მეათე საუკუნე. ქალიკვეთს 2400 კილომეტრს უდაბნოში გადააქვს რა იმაზე მეტი ოქრო, ვიდრე მეფეთა უმეტესობა მთელი სიცოცხლის მანძილზე დააგროვებდა. ის არ მოდის ტერიტორიების დასაპყრობად ან სამხედრო ალიანსების დასადებად. ის მოდის კითხვების დასასმელად. და ის, რაც მასსა და სოლომონს შორის ხდება იმ ღამეს იერუსალიმში, წარმოშობს საგვარეულოს, რომელიც 30 საუკუნეს გაუძლებს და მხოლოდ 1974 წელს დასრულდება. ვიდეოს გაგრძელებამდე გსურთ გააძლიეროთ თქვენი ლოცვითი ცხოვრება და დაეხმაროთ ჩვენს არხს ზრდაში. მოვამზადე მასალა 50-ზე მეტი სპეციალური ლოცვით თქვენს წარსაძღოლად. დააც გაპუნეთ ბმულზე აღწერაში და დაეხმარეთ ჩვენს პროექტს ქრისტეს სიტყვის გავრცელებაში. წარმოიდგინეთ სცენა. წელი არის დაახლოებით 950. არაბეთის ნახევარკუნძულის უკიდურეს სამხრეთში, იქ სადაც დღეს იემენია, არსებობს სამეფო, რომელიც აკონტროლებს ანტიკური სამყაროს ყველაზე ძვირფას პროდუქტს. ეს არ არის ოქრო. არც ვერცხლი. ეს არის საკმეველი. და ქალი, რომელიც ამ სამეფოს მართავს, ახლახან იღებს შემაშფოთებელ ცნობებს ვაჭრისგან, სახელად თამრინი, რომელიც იერუსალიმიდან დაბრუნდა ისეთი ამბებით, რომლებიც შეუძლებლად ჟღერს. ის საუბრობს მეფეზე, რომლის სიბრძნე აღემატება ყველაფერს, რაც მას ოდესმე სმენია, ტაძარზე, რომელიც იატაკიდან ჭერამდე ოქროთია დაფარული, კარზე, სადაც ვერცხლს ისე ეპყრობიან, როგორც უბრალო ქვას. და ის საბას დედოფალი, რომლის სახელსაც ბიბლია არასოდეს ამჟღავნებს, მაგრამ გვიანდელი ტრადიციები მაკედას ან ბილკის უწოდებენ, გადაწყვეტს, რომ ეს საკუთარი თვალით უნდა ნახოს. ის, რასაც ის შემდეგ აკეთებს, ეწინააღმდეგება მისი ეპოქის ყოველგვარ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ლოგიკას. ის არ აგზავნის ელჩებს. არ აგზავნის საჩუქრებს შიკრიკების მეშვეობით. ის თავად აწყობს მანამდე არ ნახული მასშტაბის ქარავანს და მიემგზავრება გზაზე, რომელსაც 2-დან 3 თვემდე დასჭირდება, გაივლის რა დაახლოებით 65 გაჩერებას საკმევლის გზაზე, გადაკვეთს უდაბნოებს, სადაც ტემპერატურა დღისით 40 გრადუსს აჭარბებს, ხოლო ღამით 0-მდე ეცემა. მასთან მიაქვს 120 ტალანტი ოქრო, რაც 4 ტონაზე მეტი ლითონის ეკვივალენტია, ასევე სანელებლები იმ რაოდენობით, რაც მანამდე იერუსალიმში არასოდეს გადაუტანიათ, და ძვირფასი ქვები, რომლებიც ნებისმიერ სამეფო საგანძურს მოკრძალებულად გამოაჩენდა. ეს ქალი არ აკეთებს დიპლომატიურ ვიზიტს. ის აკეთებს ფსონს. ახლა ერთი რამ უნდა გაირკვეს იმის შესახებ, თუ ვინ იყო ეს ქალი და საიდან მოდიოდა იგი. საბას სამეფო, რომელიც დღევანდელი იემენის ტერიტორიაზე მდებარეობდა, არ იყო ჩვეულებრივი ტერიტორია. ის იყო ანტიკურ სამყაროში საკმევლით ვაჭრობის ნერვული ცენტრი, რომელიც აკონტროლებდა სავაჭრო გზას, რომელიც 1900 კილომეტრზე მეტ მანძილზე გადაიჭიმებოდა მთებიდან, სადაც საკმევლის ხეები იზრდებოდა, ხმელთაშუა ზღვის პორტებამდე. ბერძნები და რომაელები ამ რეგიონს ბედნიერ არაბეთს რებია ფილეთს უწოდებდნენ და ეს შემთხვევითი არ იყო. საბეველები დაეუფლნენ საკმევლისა და მურის მოყვანის, მოსავლის აღებისა და ტრანსპორტირების ხელოვნებას, პროდუქტებისა, რომლებიც აუცილებელი იყო რელიგიური რიტუალებისთვის მთელ ანტიკურ სამყაროში, ეგვიპტური ტაძრებიდან ბაბილონურ საკურთხევლებამდე. ერთი დრომედარი საშუალოდ 240 კილოგრამ ტვირთს ატარებდა და დღეში 48 კილომეტრამდე მანძილს გადიოდა. საბას დედოფალი კი ასობით ასეთი ცხოველისგან შემდგარ ქარავნებს მეთაურობდა. მაგრამ დააკვირდით, რა ხდის ამ მოგზაურობას კიდევ უფრო არაჩვეულებრივს. გვიანდელი ასურული დოკუმენტები იმ ეპოქის არაბეთის შესახებ რაღაც მომხიბვლელს ამჟღავნებს. ქალები მართავდნენ. მე-9 და მე-7 საუკუნეებს შორის ასურული ჩანაწერები დოკუმენტურად ადასტურებენ სულ მცირე 8 არაბ დედოფალს, რომლებსაც არაბთა დედოფლებს უწოდებდნენ. ერთ-ერთი მათგანი სამსი თვალსაჩინოდ ფიგურირებს თიგლათფილესერ მესამისა და სარგონ მეორის ანალებში. ეს ნიშნავს, რომ საბას დედოფალი არ იყო ანომალია. ის იყო ქალთა ლიდერობის ტრადიციის ნაწილი, რომელიც რეგიონში მის ეპოქამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა. და ეს ქალი მიჩვეული მბრძანებლობასა და მორჩილებას მზად იყო გადაეკვეთა უდაბნო, რათა შეხვედროდა კაცს, რომლის დიდებამაც მის ყურამდე მიაღწია. განიხილეთ სიტუაცია მეორე მხარეს. იერუსალიმში სოლომონი მეფობდა ისრაელზე თავისი ძალაუფლების ზენიტში. მამამისმა, დავითმა გაერთიანა ტომები და დააარსა დედაქალაქი. მაგრამ სწორედ სოლომონმა აქცია იერუსალიმი ანტიკური სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ქალაქად. ტაძარმა, რომელიც მან ისრაელის ღმერთისთვის ააგო, 7 წლის შრომა შთანთქა, სადაც 10,000-ობით მუშა იყო დასაქმებული. შიდა კედლები ლიბანის კედრით იყო მოპირკეთებული და დაფარული 600 ტალანტი სუფთა ოქროთი, რაც დაახლოებით 22 ტონა ლითონია.
წმიდათა წმიდა, ტაძრის ყველაზე წმინდა ადგილი იყო სრულყოფილი კუბი, 9 მეტრი თითოეულ განზომილებაში, მთლიანად ოქროთი მოვარაყებული. ზეთისხილის ხისგან დამზადებული 2 ქერუბიმი, თითოეული 4,5 მეტრის სიმაღლისა და ამავე ზომის ფრთების გაშლილობის, იცავდა აღთქმის კიდობანს. და ეს მხოლოდ ტაძარი იყო. სამეფო სასახლის, სახელად ლიბანის ტყის სახლი, აშენებას 13 წელი დასჭირდა. მისი ზომები თავად ტაძრის ზომებს აღემატებოდა. სოლომონს ჰყავდა 1400 საბრძოლო ეტლი და 12,000 ცხენი. მისი წლიური შემოსავალი ოქროში 666 ტალანტს აღწევდა, დაახლოებით 24 ტონას, რაც დღევანდელი ღირებულებით $10 მილიარდზე მეტია. ბიბლია აღნიშნავს, რომ მისი მეფობის დროს იერუსალიმში ვერცხლი ისეთივე გავრცელებული იყო, როგორც ქვები. სასახლის ყველა თასი ოქროსი იყო. არაფერი ვერცხლისა. ვერცხლს მეფის სუფრისთვის საკმარისი ღირებულება არ გააჩნდა. წარმოიდგინეთ ეს მასშტაბი. როდესაც საბას დედოფალი საბოლოოდ ჩავიდა იერუსალიმში, ის არ შედიოდა უბრალო ქალაქში. ის შედიოდა იქ, რაც იმ მომენტში შესაძლოა დედამიწის ზურგზე ყველაზე მდიდარი ადგილი იყო. და მასთან მოჰქონდა ქონება, რომელიც მისივე სამეფოს სიმდიდრის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. 120 ტალანტი ოქრო. მანამდე არ ნახული რაოდენობის სანელებლები. ძვირფასი ქვები. და ერთი ტრადიციის თანახმად ბალზამის ხის ფესვი, მცენარე, რომელიც მხოლოდ საბაში არსებობდა და რომელსაც ის სთავაზობდა როგორც უნიკალურ, განუმეორებელ საჩუქარს იმ კაცის იდეადის აღიარების ნიშნად, რომლის გასაცნობად მოვიდა. მაგრამ რატომ მოვიდა იგი? ბიბლია გასაოცრად მარტივ პასუხს გვთავაზობს. ის მოვიდა მის გამოსაცდელად რთული კითხვებით. ებრაული ტექსტი იყენებს სიტყვას ჰედარ, რაც ნიშნავს გამოცანებს ან შარადაებს. ეს ქალი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აყვავებული სამეფოს მმართველი, უდაბნოს კვეთ და არა სავაჭრო ხელშეკრულებების დასადებად ან პოლიტიკური ქორწინებების მოსაწყობად. ის მოვიდა კითხვების დასასმელად. ის მოვიდა იმის გასარკვევად, იყო თუ არა სოლომონის სიბრძნე რეალური თუ უბრალოდ პროპაგანდა. და აქ საქმე საინტერესო ხდება. ბიბლია არ აფიქსირებს, თუ რა იყო ეს კითხვები. მხოლოდ ამბობს, რომ სოლომონმა ყველას უპასუხა და მეფისთვის ასახსნელად არაფერი ყოფილა მეტისმეტად რთული. მაგრამ გვიანდელმა ებრაულმა ტრადიციებმა, განსაკუთრებით თარგუმ-შენიმ და მიდრაშმა, შემოინახეს ზოგიერთი ეს გამოცანა. ერთ-ერთი მათგანი ასე ჟღერდა: მიწიდან მოვდივარ, წყალივით ვიურები და თუ არასწორად მომეპყრობიან, სახლს ვწვავ. რა ვარ მე? სოლომონმა უპასუხა: ნავთობი. სხვა კითხვა: როდესაც ძლიერი ქარი ქრის, ლერწამივით ვიხრები. დიდებას ვანიჭებ მდიდრებს და სირცხვილს ღარიბებს. დიდებას მკვდრებს და სირცხვილს ცოცხლებს. სიხარულს ფრინველებს და შიშს თევზებს. რა ვარ მე? პასუხი იყო სელი, რომელიც გამოიყენებოდა მდიდრებისთვის ელეგანტური სამოსის დასამზადებლად, მკვდრებისთვის სუდარებისთვის, დამნაშავეების შესაბოჭად და თევზსაჭერი ბადეებისთვის. ეს არ იყო ტრივიალური კითხვები. ეს იყო ენციკლოპედიური ცოდნის, აზროვნების უნარის, ბუნებრივი სამყაროსა და ადამიანთა საზოგადოებების გაგების ტესტები. და სოლომონმა ყველას უპასუხა. მაგრამ მეფის სიბრძნე მხოლოდ სიტყვებში არ ვლინდებოდა. დედოფალმა ყველაფერი დაინახა. საჭმელი მის სუფრაზე. მისი მოხელეების ორგანიზებულობა. მსახურთა სამოსი. მერიქიფეთა მომსახურების წესი. სრულად დასაცველი მსხვერპლი, რომელსაც ის ტაძარში სწირავდა. და ბიბლიური ტექსტი იყენებს მნიშვნელოვან გამოთქმას მისი რეაქციის აღსაწერად. ებრაულად ნათქვამია, რომ მასში აღარ დარჩა როჩ. სიტყვა როჩ შეიძლება ნიშნავდეს სულს, სუნთქვას ან ქარს. გავრცელებული თარგმანია, რომ მას სუნთქვა შეეკრა. მაგრამ აზრი უფრო ღრმაა. რაღაც დაიცალა მასში იმის წინაშე, რაც იხილა. მთელი მისი წინა გამოცდილება, სიდიადისა და სიბრძნის მთელი მისი გაგება, ხელახლა უნდა ორგანიზებულიყო იმის მისაღებად, რისი მოწმეც გახდა. შემდეგ მან გააკეთა თავისი განცხადება. სიტყვები, რომლებიც მისი პირიდან ამოვიდა, დაცულია როგორც მეფეთა პირველ წიგნში, თავი 10, ისე ნეშტთა მეორე წიგნში, თავი 9 და იმსახურებს ყურადღებას. მან თქვა, რომ თავის ქვეყანაში სმენოდა სოლომონის მიღწევებისა და სიბრძნის შესახებ, მაგრამ არ სჯეროდა ამბების, სანამ საკუთარი თვალით არ იხილა. და შემდეგ დაამატა რაღაც არაჩვეულებრივი, ნახევარიც კი არ უთქვამთ ჩემთვის. სიბრძნითა და სიმდიდრით შენ ბევრად აღემატები იმას, რაც მსმენოდა. ნახევარიც კი არა. ეს ქალი აკონტროლებდა ანტიკური სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს სავაჭრო გზას.
მას ჰქონდა ცდომა ინფორმაციაზე ვაჭრებისგან, რომლებიც მოგზაურობდნენ საბადან ეგვიპტემდე, მესოპოტამიიდან ინდოეთამდე. მისი ინფორმატორები საუკეთესონი იყვნენ, რისი ყიდვაც ფულით შეიძლებოდა. და მაინც, როდესაც იერუსალიმში ჩავიდა, აღმოაჩინა, რომ მთელი მისი დაზვერვა, ყველა მისი ანგარიში რეალობის ნახევარზე ნაკლებს წარმოადგენდა. მაგრამ ვიზიტი განცხადებებით არ დასრულებულა. მოხდა საჩუქრების გაცვლა, რომელიც დეტალურ ანალიზს იმსახურებს. დედოფალმა სოლომონს მისცა 120 ტალანტი ოქრო, მანამდე არ ნახული რაოდენობის სანელებლები და ძვირფასი ქვები. ბიბლიური ტექსტი განსაკუთრებულ ხაზს უსვამს სანელებლებს და აღნიშნავს, რომ იერუსალიმში აღარასოდეს ჩასულა სანელებლები ისეთი სიუხვით, როგორიც საბას დედოფალმა მისცა მეფე სოლომონს. ეს არ იყო რიტორიკული გაზვიადება. საკმეველი და მური იყო პროდუქტები, რომლებიც მხოლოდ ძალიან სპეციფიკურ რეგიონებში იზრდებოდა, ძირითადად სამხრეთ არაბეთსა და სომალის სანაპიროზე. საბა აკონტროლებდა ამ ბაზარს. და დედოფალი გადასცემდა რაოდენობას, რომელიც ჩვეულებრივ წლების განმავლობაში ნაწილდებოდა ვაჭრობაში. სანაცვლოდ სოლომონმა მისცა დედოფალს ყველაფერი, რაც მან ისურვა და ითხოვა, გარდა იმისა, რაც მისცა თავისი სამეფო გულუხვობით. ბიბლიური ტექსტის ეს ფრაზა დამაინტრიგებელია. რა ისურვა მან? რა ითხოვა? ბიბლია არ აკონკრეტებს. მაგრამ ფრაზა მიანიშნებს, რომ იყო საუბრები, მოლაპარაკებები, თხოვნები, რომლებიც შესრულდა. და შემდეგ ის გაემგზავრა, დაბრუნდა თავისი ამალით საკუთარ ქვეყანაში. აქ ბიბლიური თხრობა მთავრდება. მაგრამ ისტორიები იმის შესახებ, თუ რა მოხდა სინამდვილეში სოლომონსა და საბას დედოფალს შორის, მხოლოდ იწყება. ეთიოპიური ტრადიცია დაცული რქებრა ნაგასჩირ მეფეთა დიდების წიგნი, რომელიც მე-14 საუკუნეში დაიწერა, მაგრამ ბევრად უფრო ძველ ტრადიციებს ეფუძნება, გვთავაზობს დრამატულად გაფართოებულ ნარატივს. ამ ტექსტის თანახმად დედოფალი, რომელსაც აქ მაკედა ჰქვია, იერუსალიმში 6 თვის განმავლობაში დარჩა და სოლომონისგან სწავლობდა. მისი ვიზიტის ბოლო ღამეს სოლომონმა მოამზადა ნადიმი განსაკუთრებით ცხარე კერძებით და დედოფალს წყალი არ შესთავაზა. მას პირობა ჰქონდა დადებული, რომ მისი სახლიდან ნებართვის გარეშე არაფერს აიღებდა. შუაღამისას გაუსაძლისი წყურვილით შეწუხებული, ის წყლის დასალევად ადგა. სოლომონი მას დაუპირისპირდა და პირობის გატეხვაში დაადანაშაულა. კომპენსაციის სახით იგი დათანხმდა მასთან დაწოლას. ეს ნარატივი აჩენს სერიოზულ კითხვებს თანხმობის შესახებ, რომლებსაც თანამედროვე მკითხველი ვერ უგულებელყოფს. მაგრამ ეთიოპიური ტექსტი შედეგს პოზიტიურად წარმოაჩენს. მაკედა დაორსულდა. დაბრუნდა საბაში და შვა ვაჟი, სახელად მენელიკი, რაც არაბულად ბრძენის წესს ნიშნავს. როდესაც მენელიკი გაიზარდა, ის გაემგზავრა იერუსალიმში მამის გასაცნობად. სოლომონი იმდენად მოიხიბლა მისით, რომ სურდა იგი დარჩენილიყო და ისრაელი ემართა. მაგრამ მენელიკმა დაიჟინა თავის ქვეყანაში და დედასთან დაბრუნება. და აქ ისტორია მოულოდნელ მიმართულებას იღებს. ქებრა ნაგასტის თანახმად, როდესაც მენელიკი იერუსალიმიდან წავიდა, ის მარტო არ წასულა. მასთან ახლდნენ ისრაელის მღვდლებისა და დიდებულების პირმშოები. და ერთ-ერთმა მათგანმა მღვდელმთავრისძემ თან წაიღო აღთქმის კიდობანი, ჩაანაცვლა რა იგი ასლით. როდესაც სოლომონმა ეს აღმოაჩინა, ნახა სიზმარი, რომელშიც ღმერთმა უთხრა არ დადევნებოდა კიდობანს, რადგან ეს იყო ღვთიური ნება, რომ მას იერუსალიმი დაეტოვებინა. კიდობნის გადაცემა სიმბოლურად გამოხატავდა ღვთიური კეთილგანწყობის გადასვლას ისრაელიდან ეთიოპიაში. ამ ნარატივმა საფუძველი ჩაუყარა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ დინასტიას. ეთიოპიის სოლომონის დინასტია, რომელიც აცხადებდა, რომ პირდაპირ სოლომონისა და მაკედასგან მოდიოდა მენელიკის მეშვეობით, ქვეყანას მცირე შეფერხებებით თითქმის 3000 წლის განმავლობაში მართავდა. ამ საგვარეულოს უკანასკნელი იმპერატორი, ჰაილე სელასიე, რომელიც თავს მენელიკის 100 შთამომავლად აცხადებდა, ატარებდა ტიტულს იუდას ტომის მძლეველი ლომი. იგი ტახტიდან ჩამოაგდეს 1974 წელს, რითაც დასრულდა დინასტიური ხაზი, რომელიც სავარაუდოდ იმ ღამეს დაიწყო იერუსალიმში. მაგრამ რამდენად რეალურია ეს ისტორია? არქეოლოგები და ისტორიკოსები 10 წლეულების განმავლობაში კამათობენ ამ საკითხზე. დიდი ხნის განმავლობაში მე-10 საუკუნეში სამხრეთ არაბეთსა და ისრაელს შორის ვაჭრობის პირდაპირ მტკიცებულებების არარსებობამ ბევრ მეცნიერს აიძულა ეჭქვეშ და ეყენებინა ბიბლიური თხრობის ისტორიულობა. ზოგი ამტკიცებდა, რომ საბას სამეფო სოლომონის მეფობიდან მხოლოდ 150 წლის შემდეგ აღმოცენდა. სხვები ვარაუდობდნენ, რომ მთელი ისტორია გვიანდელი გამოგონება იყო სოლომონის მეფობის განსადიდებლად. შემდეგ მოვიდა ბოლოდროინდელი აღმოჩენები.
2012 წელს ოფელის გათხრებისას იერუსალიმში ტაძრის მთასა და დავითის ქალაქს შორის მდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგმა ეილათ მაზარმა იპოვა პატარა წარწერა მხოლოდ 700. წლების განმავლობაში მეცნიერები თვლიდნენ, რომ იგი ქანაანურ ენაზე იყო დაწერილი. მაგრამ 2023 წელს დანიელ ვაინშტუბმა ბენ-გურიონის უნივერსიტეტიდან წამოაყენა რევოლუციური ინტერპრეტაცია. წარწერა შესრულებული იყო საბეველთა ენაზე, სამხრეთ არაბეთის საბას სამეფოს ენაზე. და იგი თარიღდებოდა ძ.მე. საუკუნით, ზუსტად სოლომონის მეფობის პერიოდით. ვაინშტუბის თანახმად, წარწერის ერთ-ერთი სიტყვა ალადენამ, არომატული ფისის ტიპი. წარწერა, როგორც ჩანს, გაკეთდა იერუსალიმის მახლობლად დამზადებულ კერამიკულ ურნაზე, სანამ მას ღუმელში გამოცვალდნენ, ქალაქ აიტას მკვიდრის მიერ, რომელიც დაკავშირებული იყო საკმევლის მიწოდებასთან. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც საბას ენაზე საუბრობდნენ, იმყოფებოდნენ იერუსალიმში სოლომონის მეფობის დროს და ჩართულნი იყვნენ საკმევლით ვაჭრობაში. ეს აღმოჩენა არ ამტკიცებს, რომ საბას დედოფალი ეწვია სოლომონს. მაგრამ ის ამტკიცებს, რომ სავაჭრო და კულტურული კავშირები იერუსალიმსა და საბას სამეფოს შორის ბიბლიურ პერიოდში არსებობდა. სხვა არქეოლოგიური მტკიცებულებებიც ადასტურებს ამ სურათს. დარიჩინის კვალი აღმოჩენილია ფინიკიურ თიხის ჭურჭელში ისრაელის სანაპირო დაბლობის სამ საიტზე, რომლებიც ძ.მე. საუკუნით თარიღდება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სავაჭრო გზები სამხრეთ აზიასთან ბევრად უფრო ადრე არსებობდა, ვიდრე ადრე ეგონათ. დარიჩინი კი ერთ-ერთი პროდუქტი იყო, რომელიც საკმევლის გზით მოგზაურობდა. მაგრამ შესაძლოა ყველაზე საინტერესო კითხვა ის კი არ არის, არსებობდა თუ არა საბას დედოფალი, არამედ ის, თუ რატომ ყვება ბიბლია მის ისტორიას ასე. დაფიქრდით ლიტერატურულ კონტექსტზე. დედოფლის ვიზიტი ჩნდება მეფეთა პირველი წიგნის მე-10 თავში იმ თავების შემდეგ, რომლებიც აღწერს სოლომონის ტაძრისა და სასახლის მშენებლობას და უშუალოდ იმ მუხლის წინ, რომელიც ამჟღავნებს სოლომონის წლიურ შემოსავალს ოქროში. დედოფალი ფუნქციონირებს როგორც გარემოწმე, ხმა ისრაელის გარედან, რომელიც ადასტურებს მეფის სიდიადეს. ის მოდის, ხედავს, სუნთქვა ეკვრის, აღიარებს, რომ ნახევარიც კი არ უთქვამთ მისთვის, გადასცემს ბრწყინვალე საჩუქრებს, იღებს იმას, რაც სურს და მიდის. ეს არის ვალიდაციის ნარატივი. მაგრამ არსებობს უფრო ღრმა შრეებიც. დედოფალი მოდის წარმართული სამეფოდან. ის თაყვანს სცემს მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს, როგორც ეს იმ პერიოდში სამხრეთ არაბეთში იყო მიღებული. და როდესაც ის იერუსალიმში ჩადის, ის არა მხოლოდ აღიარებს სოლომონის სიბრძნეს, არამედ აკურთხებს ისრაელის ღმერთს. კურთხეულ იყოს უფალი, შენი ღმერთი, ამბობს იგი, რომელმაც ინება შენი დასმა ისრაელის ტახტზე. რადგან უფალს სამარადისოდ უყვარს ისრაელი, ამიტომ დაგაყენა მეფედ სამართლისა და სიმართლის აღსასრულებლად. არის ეს მოქცევა. ტექსტი არ არის ცალსახა. მაგრამ წარმართი მმართველი აღიარებს ისრაელის ღმერთს სოლომონის სიბრძნისა და წარმატების წყაროდ. და ეს ხდება სოლომონის მეფობის ზენიტში, მის მორალურ დაცემამდე, სანამ მისი უცხოელი ცოლები მის გულს სხვა ღმერთებისკენ მიაბრუნებდნენ. ირონია გამანადგურებელია. მეფეთა პირველი წიგნის მე-11 თავში საბას დედოფლის ისტორიისთანავე, ტექსტი ამჟღავნებს, რომ სოლომონმა შეიყვარა მრავალი უცხოელი ქალი, მათ შორის მოაბელი, ამონელი, ედომელი, ციდონელი და ხეთელი ქალები, იმ ხალხთაგან, რომელთა შესახებაც უფალმა უთხრა ისრაელიანებს, რომ არ დაქორწინებულიყვნენ მათზე. და ამ ქალებმა მიაბრუნეს მისი გული სხვა ღმერთებისკენ. კაცმა, რომლის სიბრძნემაც დედოფალი უდაბნოს გავლით მოიზიდა, სწორედ ეს სიბრძნე დაკარგა სხვა უცხოელი ქალების გამო. მაგრამ საბას დედოფალი არ ქრება ბიბლიიდან. ის კვლავ ჩნდება 900 მეტი წლის შემდეგ იესოს სიტყვებში. მათეს სახარებაში მე-12 თავის 42 მუხლში იესო უპირისპირდება ფარისევლებსა და მწიგნობრებს, რომლებიც ნიშანს სთხოვენ. და ის ამბობს რაღაც არაჩვეულებრივს, სამხრეთის დედოფალი აღდგება სამსჯავროზე ამ მოდგმასთან ერთად და დასჯის მას, ვინაიდან იგი დედამიწის კიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად, და აჰა, აქ არის სოლომონზე უდიდესი. დააკვირდით, რას აკეთებს იესო. ის იყენებს საბას დედოფალს, როგორც ჭეშმარიტ რწმენის მაგალითს. ის მოვიდა დედამიწის კიდიდან. გადაკვეთა 2000 კილომეტრზე მეტი უდაბნო. მოიტანა ქონება საჩუქრად. ყველაფერი ეს სიბრძნის მოსასმენად. იესოს თანამედროვეები კი, რომელთა წინაშეც სოლომონზე უდიდესი იდგა, უარს ამბობდნენ მოსმენაზე. დედოფალი ხდება მოწმე ისრაელის წინააღმდეგ. ეს არის შაბლონი, რომელიც მთელ ბიბლიურ ნარატივს გასდევს. გარეშე პირები, უცხოელები, წარმართები აღიარებენ იმას, რასაც თავად ღვთის ხალხი ხშირად ვერ ხედავს.
რახაბი, იერიქონელი მეძავი, რუთი, მოაბელი. მოგვები აღმოსავლეთიდან, რომლებიც ყრმა იესოს თაყვანსაცემად მოვიდნენ. და საბას დედოფალი, რომელმაც უდაბნო გადაკვეთა კითხვების დასასმელად. მაგრამ არსებობს ამ ისტორიის კიდევ ერთი განზომილება, რომელიც დაფიქრებას იმსახურებს. საკმევლის გზა, რომელიც დედოფალმა იერუსალიმამდე გასავლელად გამოიყენა, არ იყო მხოლოდ სავაჭრო გზა. ის იყო კულტურული, რელიგიური და ინტელექტუალური გაცვლის დერეფანი, რომელიც აკავშირებდა ცივილიზაციებს 1500 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, წ. მეორე 1000 წლეულიდან წ. მე-6 საუკუნემდე. ამ გზით მოგზაურობდა არა მხოლოდ სანელებლები და ოქრო, არამედ იდეები, რწმენები, ტრადიციები. ამ გზის გასწვრივ მდებარე ქალაქებმა, როგორიცაა მარიბი, საბას დედაქალაქი, განავითარეს დახვეწილი სარწყავი სისტემები, მონუმენტური არქიტექტურა და საკუთარი დამწერლობა. მარიბის კაშხალი, ანტიკური ინჟინერიის ერთ-ერთი საოცრება, იყო 680 მეტრის სიგრძისა და 16 მეტრის სიმაღლის, ჰწყავდა რა 96 კვადრატული კილომეტრის ფართობს და არჩენდა 50,000 ადამიანს. როდესაც ეს კაშხალი გაიროვა დაახლოებით 570 წელს, საბას სამეფო ჩამოიშალა და მასთან ერთად გაქრა მთელი სამყარო. ქალაქები მიატოვეს, ტაძრები დაინგრა, დამწერლობა დავიწყებას მიეცა. თავად საკმევლის გზამ დაკარგა აქტუალობა, როდესაც საზღვაო გზები წითელი ზღვის გავლით უფრო ეფექტური გახდა. ყველაფერი, რაც დარჩა, იყო ნანგრევები უდაბნოში და წმინდა ტექსტებში დაცული ისტორიები. მაგრამ საბას დედოფლის ისტორია გადარჩა. ის გადარჩა ებრაულ ბიბლიაში, გადარჩა ახალ აღთქმაში, გადარჩა ყურანში, სადაც ის ჩნდება როგორც უსახელო დედოფალი, რომელსაც სოლომონი უპირისპირდება და რომელიც საბოლოოდ ალას ემორჩილება. გადარჩა მიდრაშისა და თარგუმის ებრაულ ტრადიციებში. გადარჩა ეთიოპიურ რქებრანაგასტში. გადარჩა რენესანსის ფერწერაში, ბაროკოს ოპერებში, ჰოლივუდის ფილმებში. ქალი, რომლის სახელსაც ბიბლია არასოდეს ახსენებს, დასავლური ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოსახულ ფიგურად იქცა. რატომ? შესაძლოა იმიტომ, რომ მისი ისტორია ეხება რაღაც უნივერსალურს. სიბრძნის ძიებას. სათყოფნას გადაკვეთო უდაბნოები, პირდაპირი და მეტაფორული, პასუხების საპოვნელად. თავმდაბლობას, რომ აღიარო სიდიადე, როდესაც მას შეხვდები. და ტრაგედიას იმის გაცნობიერებისა, რომ ყველაზე ბრძენიც კი არ არიან დაზღვეულნი დაცემისგან. სოლომონმა თავისი მეფობა ღვთისგან სიბრძნის თხოვნით დაიწყო. მან არ ითხოვა სიმდიდრე, არც ხანგრძლივი სიცოცხლე და არც მტრების სიკვდილი. მან ითხოვა გული, რომელსაც შეეძლო სიკეთისა და ბოროტების გარჩევა ღვთის ხალხის სამართავად. და ღმერთი კმაყოფილი დარჩა ამ თხოვნით. მისცა მას არა მხოლოდ სიბრძნე, არამედ სიმდიდრე და პატივიც, როგორიც არც ერთ მეფეს არ ჰქონია მასზე ადრე თუ გვიან. საბას დედოფალი ამ დაპირების შესრულების მოწმე გახდა. მან დაინახა სიბრძნე მოქმედებაში. მან დაინახა დაგროვილი სიმდიდრე. მან დაინახა პატივი, რომელიც დედამიწის კიდემდე იყო აღიარებული. მაგრამ სიბრძნე არ აღმოჩნდა საკმარისი. სოლომონმა თავისი დღეები გაყოფილი გულით დაასრულა, თაყვანს სცემდა რა თავისი უცხოელი ცოლების ღმერთებს, აგებდა რა სამსხვერპლოებს აშთორეთისა და მოლოქისთვის იერუსალიმის გარშემო მდებარე მთებზე. სამეფო, რომელიც მან გააერთიანა, მისი სიკვდილის შემდეგ გაიყო. მისმა ძემ რობოამმა 12-დან 10 ტომი დაკარგა. სოლომონის სიკვდილიდან 5 წლის შემდეგ კი ეგვიპტის ფარაონმა შიშაკმა დალაშქრა იერუსალიმი და წაიღო ტაძრის საგანძური, ის საგანძური, რომელმაც საბას დედოფალს სუნთქვა შეუკრა. სანელებლები ამოიწურა. ოქრო გაიძარცვა. ოქროს ფარები, რომლებიც სოლომონმა დაამზადა, ბრინჯაოს ფარებით შეიცვალა. და დიდებამ ჩაიარა. მაგრამ სიტყვები დარჩა. და ამ სიტყვებს შორისაა საბას დედოფლის სიტყვები, რომლებიც 1000 წლეულების მანძილზე ეხმიანება, ნეტარ არიან შენი მსახურნი, რომლებიც მუდამ შენს წინაშე დგანან და ისმენენ შენს სიბრძნეს. ის სოლომონზე საუბრობდა. მაგრამ იესომეს სიტყვები საკუთარ თავს მიუსადაგა და განაცხადა, რომ სოლომონზე უდიდესი იყო იქ. და აზრი ნათელია, თუ დედოფალმა უდაბნო გადაკვეთა მეფის სიბრძნის მოსასმენად, რომელიც საბოლოოდ დაეცემოდა, რამდენად მეტად უნდა ვეძიოთ ჩვენის, ვისი სიბრძნეც არასოდეს ცრუობს. დღეს აქსუმში, ეთიოპიაში არსებობს ეკლესია, რომელსაც სიონის ღვთისმშობლის ეკლესია ჰქვია. ეთიოპიური ტრადიციის თანახმად, სწორედ იქ ინახება აღთქმის კიდობანი, რომელიც მენელიკმა 3000 წლის წინ ჩაიტანა. ერთი მღვდელმონაზონია დანიშნული კიდობნის დასაცავად მთელი სიცოცხლის მანძილზე.
მას არ შეუძლია ეკლესიის ეზოს დატოვება. არავის სხვას არ შეუძლია შიგნით შესვლა კიდობნის სანახავად. ტრადიცია ნარჩუნდება მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ისტორიკოსები მას შუა საუკუნეების ლეგენდად მიიჩნევენ, რომელსაც ისტორიული საფუძველი არ გააჩნია. მაგრამ შესაძლოა ეს არ არის მთავარი. შესაძლოა მთავარი ის არის, რომ ისტორია დედოფალზე, რომელმაც უდაბნო გადაკვეთა კითხვების დასასმელად, კვლავაც გვისვამს კითხვებს ჩვენ. იმის შესახებ, თუ რისი გადაკვეთისთვის ვართ მზად სიბრძნის ძიებაში. იმის შესახებ, თუ რას ვცნობთ, როდესაც მას ვპოულობთ. იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებთ მასთან შემდეგ. დედოფალი სახლში დაბრუნდა. ბიბლია მასზე მეც არაფერს ამბობს. შეეძინა თუ არა მას ვაჟი სოლომონისგან, მოექცა თუ არა ის ისრაელის ღმერთისკენ, დაასრულა თუ არა თავისი დღეები მშვიდობით თუ შფოთით, წმინდა ტექსტი ამას არ ამჟღავნებს. ის შემოდის ნარატივში, როგორც კომეტა, კაშკაშა და ხანმოკლე და კვლავ ქრება დედამიწის კიდეზე, საიდანაც მოვიდა. მაგრამ მან დატოვა მოწმობა. ნახევარიც კი არ უთქვამთ ჩემთვის. და შესაძლოა ეს არის საბოლოო გზავნილი. რომ რაც არ უნდა ვეძიოთ, რაც არ უნდა ვიკითხოთ, რაც არ უნდა შორს ვიმოგზაუროთ, ღვთის რეალობა ყოველთვის გადააჭარბებს ჩვენს მოლოდინს. სიბრძნე, რომელიც გგონია, რომ ვიპოვეთ, მხოლოდ დასაწყისია. სიმდიდრე, რომელიც გგონია, რომ ვიხილეთ, მხოლოდ ჩრდილია. და მეფე, რომლის გასაცნობად დედოფალი მოვიდა, იყო მხოლოდ სახე იმისა, ვინც მოვიდოდა შემდეგ, იმისა, ვისეც იესომ თქვა, რომ უდიდესია. სოლომონისა და საბას დედოფლის ღამე საიდუმლოებით მოცული რჩება. ბიბლია თავშეკავებულია. გვიანდელი ტრადიციების იჩუმეს სიყვარულის, ცდუნების, შვილებისა და დინასტიების ისტორიებით ავსებენ. მაგრამ ის, რაც დანამდვილებით ვიცით, არის ეს: ქალი მოვიდა შორიდან კითხვების დასასმელად, იპოვა პასუხები, რომლებმაც სუნთქვა შეუკრა, აღიარა იმ სიბრძნის ღვთიური წყარო, გასცა საუკეთესო, რაც გააჩნდა და გარდასახული წავიდა. და მისმა მოწმობამ საუკუნეები გამოიარა ჩვენამდე მოსასვლელად ჩუმი მოწვევა, რომ ჩვენც იგივე გავაკეთოთ.